სატყეო კოდექსი განიხილა ენერგეტიკის მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით დოკუმენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რაც კოდექსის პარლამენტში განხილვის შემდეგ მოხდება. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის რჩევებსაც კოდექსის განახლებისას სამინისტრო გაითვალისწინებს, მწვანე ალტერნატივაა. განხილვები მიმდინარეობს საკმაოდ კონსტრუქციულად ამ ეტაპამდე. ზოგიერთი არასამთავრობოს აქვს თავისი მოსაზრება, მაგრამ ყველა თითოეულ მოსაზრებაზე ჩვენ გვაქვს პასუხი თითოეულ შეკითხვაზე, ბევრი მათი მოსაზრება იქნა გათვალისწინებული და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალში. მივესალმები მინისტრის პოზიციას, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს არასამთავრობოებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის და გახსნილ ურთიერთობაში, რაც იქნება უმთავრესი გარანტია იმისა, რომ ჩვენ მივიღებთ კოდექსს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული იმ საჭიროებაზე, რომელიც დღეს უდგას საქართველოს. განხილვა გვაჩვენებს, რომ ის შენიშვნები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, განხილული და გათვალისწინებული შეიძლება იყოს, ჩვენ შევეცდებით მომავალშიც მოვახდინოთ ჩვენი თვალსაზრისის ლობირება.